ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში კი ფესტივალ ფანარტის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში 8 თემატური საღამო ჩატარდა, რომელზეც ახალგაზრდა შემოქმედებმა, მათ შორის კომპოზიტორებმა, ჯაზმენებმა, დიზაინერებმა და ლიტერატორებმა საკუთარი ნაწარმოებები და ნამუშევრები წარმოადგინეს. ფანარტის დახურვის ცერემონიალზე ფესტივალის კონსულტანტების მიერ არჩეულ მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში სხვადასხვა პრიზი გადაეცათ. ღონისძიებაზე ქართული პრესის, რადიოსა და ტელევიზიის წარმომადგენლებმა, მათ შორის ტელეკომპანია იმედმაც ფანარტის მადლობის სიგელები დაიმსახურეს. ნიჭიერება არის აღმაფრენა და ჩვენ ასეთ ადამიანებს უნდა გზა გაუხსნათ. იმისთვის რომ მათ თავიანთი ნიჭის საზოგადოებისთვის იყოს მათი ნიჭიერება საზოგადოებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და თვითონ ამ ახალგაზრდებს გქონდეთ мотиваცია რომ იღვაწონ საზოგადოებისთვის. ამიტომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ხელი შეუწყოთ ამ ახალგაზრდებს რომ ისინი უფრო აქტიურები იყვნენ, ჩართულები იყვნენ. ეს ლიტერატურულ სარბიელზე პირველი წარმატება არის ჩემი და საკმაოდ მნიშვნელოვანია. იმედია გაგრძელდება ჩემი წარმატებაც ფანარტიც. საერთოდ ვარ კონსულტანტი და გარდა იმისა რომ რაღაცა ეს თეატრალური ნაწილს ვაქცევდი ყურადღებას საკმაოდ დიდი ინტერესით ვიარეს სხვა დღეებზე და სხვა ჟანრებზე. ძალიან საინტერესო და ესე თავშეყრა ახალგაზრდების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ძალიან მნიშვნელოვანია.